გამარჯობა მოგესალმებით ბანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. ძვირფასო მეგობრებო, სანამ მონოლოგს დავიწყებ, მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძეს და მასთან ერთად სინდისის ყველა პატიმარს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ონისეს მიულოცავ დაბადების დღეს, რომელიც გუშინ მქონდა. 30 წლის გახდა ონისე, 30 წლის, 30 აპრილს, 30 ოქროს დაბადების დღეს შეხვდა ციხეში. მინდა უსურვო ხნეობა, ჯანმრთელობა და სულ მალე გათავისუფლება. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში. ძვირფასო მეგობრებო, მე მინდა შეგახსენოთ, რომ რატომ ზის ონისე ცხადაძე და ონისესთან ერთად სხვა სინდისის პატიმრები ციხეში. 2024 წლის 28 ნოემბერს გამოვიდა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განაცხადა ციტატა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. გახსოვთ, რაც მოყვა ამას. დღემდე გრძელდება პროტესტი და ამ პროტესტის გამო დღემდე აკავებენ ადამიანებს. ახლა მინდა ერთად ვნახოთ, რა კომენტარი გააკეთა კობახიძის ამ განცხადებასთან დაკავშირებით. ახლა უკვე მაკა ბოჭორიშვილმა ერთი რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება. ვნახოთ აბა ერთი ეს. ბოჭორიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებაზე ამბობს ესეთ რაღაცას, რომ მოგეჩვენათო. გაიგეთ ხალხო, მოგეჩვენა თურმე, ალბათ სინდისის პატიმრებსაც ეჩვენებათ, რომ ციხეში არიან ახლა. სინამდვილეში ონისე ცხადაძე საკანში კი არა, იბიცაზე ისვენებს მშვენივრად 1 წელზე მეტია. ანუ კობახიძეს არ უთქვამს და ჩვენ მოგვეჩვენა. ამიტომ ახლა მთელი საქართველოს მოსახლეობა უნდა წავიდეთ ყურის ექიმთან და სმენა შევიმოწმოთ, იმიტომ რომ ბოჭორიშვილის თქმით მთელ ქვეყანას ყურში გვაკლია. თუ დადასტურდა რომ ყურში არ გვაკლია, მერე უკვე უნდა გადავამოწმოთ მხედველობა და დავადგინოთ მართლა კობახიძემ თქვა თუ შეგვეშალა. და თუ ეგეც არ დადასტურდა, მერე უკვე ტვინი უნდა გადავიღოთ მთელმა ქვეყანამ, რომ ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს, რატომ შეიძლება ვაძლევდეთ ხმას ქართულ ოცნებას. ტვინის რომელ უჯრედში გვაქვს პრობლემა, ძვირფასო მეგობრებო, ეს უნდა დავადგინოთ. ეს აუცილებლად დასადგენია. მოდი გადავიდეთ ქვეყანაში არსებულ ცენტრალურ და აქტუალურ თემებზე. სუსის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარეძე უკვე ოფიციალურად იკავებს სრულიად ახლად შექმნილ პოსტს გენერალ-მაიორზე. დამავიწყდა ჩინი რომ მეხსენებინა. ის იქნება სამართალდამცავ ორგანოთა კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრი და ასევე ვიცე-პრემიერი. მე ვფიქრობ, ამ თანამდებობის სახელი არის ძალიან ამბიციური, ვერ გათვალეს. ყოფილიყო მაგალითად პრემიერის ახლობლის სამინისტრო. პრემიერის ახლობლის არავის არ ექნებოდა ზედმეტი კითხვის ნიშნები. ჩემი ახლობელია და ჩემი ახლობელი მინისტრია, ესე იტყოდა. როგორც ირკვევა მდინარეძის სამინისტროს არც თანამშრომლები ეყოლება და არც ბიუჯეტი ექნება. საერთოდ მდივანიც კი არ ეყოლება ყავა რომ მოუდუღოს. ის კი არა და ტელეფონით ცალმხრივად ექნება გათიშული რომ ვინმეს არ დაურეკოს. მოკლედ ისეთი თანამდებობა აქვს, არც კორუფციას ებრძვის, არც ნაცებს ებრძვის, ერთადერთი მხოლოდ მარტოობას ებრძვის. უნდა იჯდეს სამარტო კაბინეტში დამლაპარაკებლის გარეშე. ჩემი აზრით მამუკა მდინარეძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, რომლის სამსახურში სიარულიც კი არაა საჭირო საერთოდ. შეუძლია სახლიდან იმუშაოს და გაუწიოს კოორდინაცია ყველაფერს. იმიტომ რომ როცა კორპუსის თავმჯდომარეს უფრო მეტი ფუნქცია აქვს ვიდრე სახელმწიფო მინისტრს, არ არის აუცილებელი ყოველდღე სამსახურში იაროს. მამუკა მდინარეძის ახალ თანამდებობას ოპოზიციაში ძირითადად ირონიული რეაქციები მოჰყვა. ბატონი მამუკა ძალიან ორიგინალურად დაიცვა ნინო წილოსანმა, რა თქმა უნდა ნინო დაიცავდა. მოდით ნახოთ ქალბატონ ნინოს სიღრმისეული ანალიზი. ასეთი მასშტაბის რეაქცია, როგორც წესი, მიუთითებს არა მხოლოდ ინტერესზე, არამედ მათ შიშსა და გაურკვევლობაზე, რადგან სადაც მამუკა მდინარეძე მივიდა, იქიდან დაიწყო ნაცების გაცამტვერება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წილოსანის ეს განცხადება ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნების ძირითადი პოლიტიკა არა ქვეყნის წინსვლა და განვითარება, არამედ არც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, არა, არამედ არის ნაცების გაცამტვერება.
მართალიცაა, მე თუ მკითხავ, მთავარია ნაცები იყვნენ მორალურად და პოლიტიკურად მიწასთან გასწორებულები, თორე გაჭირვებას, გაძვირებულ ფასებს და ჩამოშლილ სახელმწიფოს კი ეშველება ოდესმე კაცო რაღაცა ეშველება. ეშველება, აბა რა იქნება. ნინო წილოსანის თქმით, მამუკა სუსში ქვეყნის უსაფრთხოების დასაცავად კი არ მისულა, არამედ მივიდა ნაცების გაცამტვერებისთვის. აი ეს თქვა. მე მგონი დროა ნინო წილოსანს დაუფასოთ ის გულწრფელობა, რომელსაც გაუაზრებად აფრქვევს, სადაც მისი ენა არ აძლევს მისთვის დაფიქრების საშუალებას და ავტომატურად სვია გაუაზრებელი წინადადებები და ამიტომ ეს დასაფასებელია ნინოსგან. ბევრს აქვს, მაგრამ ნინოს განსაკუთრებით აქვს ხოლმე ეს შემთხვევები. წინა შაბათს ნოდარ ველაძის შაბათში ძალიან საინტერესო სიუჟეტი გავიდა ბიძინა ივანიშვილზე, ნახოთ რა დაადგინეს გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ქველმოქმედებისთვის შექმნილი ფონდიდან, ანუ ქართულ ფონდიდან ივანიშვილები პროცენტიან სესხებს გასცემენ. აი ახლა რა იყო ახლა ეს რა გამოძიება ახლა კარგით რაღაცა. ყველაფერს ისი აშუქებს როგორც გაწყობთ რა. იცით ბატონი ბიძინა რატო აპროცენტებს საქველმოქმედო ფონდ ქართულს ფულს? იმიტომ რომ ამ შემოსული პროცენტებით უფრო მეტი ქველმოქმედება გააკეთოს. მართალიცაა, შესაბამისად რეაქციაც ესეთი იყო ხალხში. ხო და ამ სიუჟეტის შემდეგ ორშაბათი დღიდან მოყოლებული ბიძინას ქების კვირეული ჰქონდათ ქოცებს. ამ კვირაში ბოლომდე დახარჯეს თუ რამე კომპლიმენტი ჰქონდათ და საქებარი სიტყვების გაზაფხულის კოლექცია წარმოგვიდგინეს ქართულმა ოცნების წევრებმა. მაქებრებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო ირაკლი კირცხალი. ახალი ადამიანია, ვერ ვიმახსოვრებთ ამათ სახეებს, ჯერ ჭირს, მაგრამ ნახოთ მისი კომპლიმენტი. საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედს სწორედ ქველმოქმედების კუთხის ცდილობენ, რომ ჩრდილი მიაყენონ. საქართველოს ისტორიაში, ხალხო, ყველაზე დიდ ქველმოქმედს, ანუ საქართველოს ისტორიაში. ესე იგი ზუბალაშვილებზე, სარაჯიშვილზე და დიდი ქველმოქმედია და ექვთიმე თაყაიშვილზე დიდი ერის მამაა, წარმოიდგინეთ. ჩემი შეფასებით ეს არის ბიძინას ქების უმაღლესი ლეველი, ძვირფასო მეგობრებო, როცა შეგიძლია შუბლის ზარღვი და სინდისის ნერვი ერთდროულად გაიწყვიტო, ესეთი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. შუბ ცალ-ცალკე გაუწყვეტიათ, პრობლემა არ არის, მაგრამ ესე ერთდროულად არ ყოფილა ესეთი შემთხვევა. ეს მართლა ბევრს არ შეუძლია, აი კირცხალიამ შეძლო. მე სულ სხვანაირად დავახასიათებდი ბატონ ბიძინას. საქართველოს კი არა, სოფლიო ისტორიაში მე არ მახსოვს მსგავსი ქველმოქმედი. სოფლიოს და საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში არ დაბადებულა ასეთი ქველმოქმედი ადამიანი. რა კარგად გამომდის ხალხო, აი რა კარგად გამომდის რა. რომ არა ეს პროევროპულობა, პრინციპები, თავმოყარეობა და ასეთი სულელური წვრილმანები თავისუფლად შემეძლო ახლა ოცნების წინა რიგებში მჯდარიყავი. აი ეს წვრილმანები რა უბედურება არის კაცო. რამდენიმე დღის წინ სასამართლოში გაიმართა ოცნების თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის დასკვნითი სხდომა. გამოტანამდე ბრალდებულმა ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, ნახოთ ეს განცხადება. 1,700,000 ლარი მარტო ბინების გაქირავებით მაქვს მიღებულია. რა ბინები გააქირავა ასეთი ხალხო, რომ 1,700,000 მიიღო გაქირავებისგან. რა ვიცი, აი რა ბინები კი არა, მე მგონი მიკრორაიონი ქონდა მთლიანად ნაყიდი. ჩემი აზრით და ის ქონდა პირდაპირ გაქირავებული. არ გამოურიცხავ რომელიმე უბანს გადაარქვა სახელი და დაარქვა ჯუანშერის რაიონი. რაღაცა ეგეთი ექნება. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ერთ ჩინოვნიკს რამდენი ფული აქვს. გამოწურული აი ამ ქვეყნისგან და კიდევ რამდენი ჩინოვნიკი ყავს და ზემოდან თლათ მთავარი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ამ ქვეყანაში ბიზნესი არ აქვს. ამ ქვეყანაში ბიზნესი არ აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ ჯუანშერ ბურჭულაძის დასკვნითმა სიტყვა ვერ მოალბო მოსამართლის გული და ნახოთ რა გადაწყვეტილება გამოუტანა სასამართლომ. 10 წლიანი პატიმრობასთან ერთად ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამოერთვა სახლი და მიწა ესპანეთში და კერძო სახლი, ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი თბილისში. მოკლედ აღარაფერი აღარ დაუტოვეს კაცს. ბოლოს უძრავ ქონება რომ აღარ დარჩა, სახელით ჩამოართვეს ჯუანშერიც ძალიან დიდრულად ჟღერსო და ახლა უბრალოდ ჯუი ქვია.
ჯუი ბურჭულაძე. მოდი გადავიდეთ ყველასათვის ძალიან აქტუალურ და მტკივნეულ თემაზე, ეს არის ფასების საქართველოში, რომელიც უკვე კვირების და დღეების კი არა, საათების მიხედვით იზრდება ჩვენს ქვეყანაში. ნახოთ რა პასუხს სცემს ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფასების გაძვირებასთან დაკავშირებით. გაძვირება არის ტყუილი. 4 ლარად და 60 თეთრად გაყიდინოთ 10 კვერცხი. წაგიყვანოთ და საქონლის და ღორის რბილ ხორცს გაყიდინებთ 9 კილოგრამს 10 ლარში. საერთოდ რა არის იცით? ჩვენ ხალხი რომ არ ვიყოთ დახარბებულები, ხო? ამ ჭამას მას სულ თავისუფლად შეგვიძლია რომ 50 გრამი რბილი ხორცი 1 ლარად ვიყიდოთ. მაგრამ არა, ჩვენ მაინც 1 კილო გვინდა რომ ვიყიდოთ. მაინც 1 კილო გვინდა რა. რა ქვია? 7 ნაჭერი ხორცი გვინდა. 1 ნაჭერს კი არ ვჯერდებით. ხარბები ვარ, ეს მუცლის მონები ჩვენ. მუცლის მონები. არა, 1 კილო უნდა რა. 10 გრამს ვერ იყიდი, რა პრობლემაა? კობახის ამ განცხადებში შემდეგ სხვა ხორცის სახეობების სტატისტიკა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ პრემიერ-მინისტრის ხორცის ფასი ძალიან დაეცა. და შეიძლება უფრო ძვირიანი ხორცით ჩაანაცვლონო, ამბობენ. ირაკლი კობახიძემ ასევე დაგვამშვიდა, რომ ფასების შემსწავლელი კომისია დადებს დასკვნას და ამ დასკვნას გვამცნობს თავად კობახიძე. მართალია ამით პროდუქტები არ გაიაფთება, მაგრამ როცა უკვე დასკვნა გვეჭირება ხელში, ხალხიც ამოისუნთქავს შვებით ძვირფასო მეგობრებო, იმიტომ რომ სად დასკვნის გარეშე რო ძვირდება ყველაფერი და სად დასკვნა რო გვაქვს და მაინც რომ ძვირდება ყველაფერი. აი ამ დასკვნის მეშვეობით ხალხის მდგომარეობა იქნება მძიმე, მაგრამ სტაბილური და დასკვნის გარეშე კიდე მძიმე, არაპროგნოზირებადი და ქაოსური. მიხვდით რაშია საქმე? ამიტომ დასკვნა აუცილებელია, უნდა გქონდეს. თავრობა რომ ვეღარ უმკლავდება ფასებს, ახლა პროპაგანდის მთელი მანქანა ჩართეს და ტელეკომპანია იმედზე ვიხილეთ საოცარი სიუჟეტები და ქარდები იმის შესახებ, რომ ევროპაში ფასები გაცილებით დიდია. პოსტზე დებენ. რამდენჯერმე უფრო ძვირია ფასები, მაგალითად გერმანიაში საქართველოსთან შედარებით. ნახოთ ერთ-ერთი ასეთი ქარდი. ტელეკომპანია იმედის ინფორმაციით, ხორცი გერმანიაში საქართველოსთან შედარებით 4-ჯერ ძვირი ღირს. გეთანხმებით. ეგ რა არის ევროპაში თქვენ არის პენსია რა ძვირია. რა ძვირია პენსია? აქ თუ 450 ლარია, ევროპაში ყოფილა 2000 евро. ანუ 6000 ლარი. აი უძვირესია. ხელფასები? აქ თუ 1000 ლარია ხელფასი, იქ ყოფილა 3000 евро, 9000 ლარი ხალხო ხელფასი. ცეცხლის ფასი აქვს ხელფასებს და პენსიებს იქ. ნეტა როგორ ცხოვრობენ ეს უბედნიერესი ევროპელები. დავიწვი მაგათი ლაღი ცხოვრების წოდვით. დავიწვი. ახლა გამახსენდა 2 დღის წინ რომ ჩემპიონთა ლიგის თამაში იყო. ეხლა PSG ახლა გერმანიას მოუგებდა, აბა რას უზავდა. ხო უყურეთ ახლა თამაში. ეს ბაიერნის ფეხბურთელები ხორცს საერთოდ ვერ ჭამენ თურმე და მოუგებდა, აბა რას უზავდა. ახლა დიდაც ვერც ფრანგები, მაგრამ აგერ ხვი ჩაიღე. ხო ხედავთ როგორ ფორმაშია, ანგრევს ყველაფერს ბიჭი. და რატო? იმიტომ რომ საქართველოში იაფია პროდუქტები და აქედან უგზავნიან. აქედან უგზავნიან. ხო? და იკვებება ბიჭი ახლა შესაბამისად, კარგი კვება აქვს. არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ ევროპაზე უახლეს ინფორმაციების მიწოდებას. ტელეკომპანია იმედის მორიგი ქარდი ვნახოთ. გერმანიის ეკონომიკა კრიზისშია. კანცლერი მერცი კი ყველას ადანაშაულებს საკუთარი თავის გარდა. გერმანიის ეკონომიკა კრიზისში ყოფილა ძვირფასო მეგობრებო, საშინელება ხდება. გერმანიაზე ამბობენ ძვირფასო მეგობრებო, რომლებიც უშვებენ Mercedes, BMW-ს, Volkswagen-ს, Audi-ს, Bosch-ს, Siemens, Bosch, Kerchers, Browns, Blaupunkt's, AEG-ს, Kronbacher-ს, Paulaner-ს, Adidas, Puma-ს, Porsche-ს და კიდევ რა ვიცი და ამაზე ამბობენ რომ ცუდად არიან და ჩვენ ვართ კათ. ხალხო რაღაც უნდა მოიფიქროთ. თუ ჩვენ არა აბა ვინ გაუწვდის ხელს გერმანიას, რომლის ეკონომიკაც არის გაპარტახებული და მიწასთან გასწორებული. ხალხი შიმშილის ზღვარზეა, ამიტომ დღეიდან ვანოს შოუ იწყებს სატელევიზიო მარათონს გერმანიის დასახმარებლად.
სიმბოლური სახელწოდებით ale zusammen. ყველა ერთად. აი აქ, სადაც ბენდი უნდა იყოს წესით, ამ ადგილას მივეცით ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა ძვირფასო მეგობრებო, შეგიძლიათ აქ მოიტანოთ და დაალაგოთ ტანსაცმელები, პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები. აი რამდენიმე მოქალაქემ უკვე მოიტანა ფუთები, ჩვენ გავუკეთეთ ორგანიზებას და გავაგზავნით გერმანიაში. სიკეთე გადამდებია და ახლა იმათმა ჩაიცვან ჩვენი სეკენდი. ჩაიცვან იმათმა, გაიგონ რა არის ერთი სეკენდი ციარული. დიახ, მობრძანით, უკვე აგროვდება დემენა. თუ რამე გვაქვთ დაპატარავებული ტანსაცმელი, დიდი, პატარა, საშუალო ზომის, ყველაფერი მოიტანეთ და დაალაგეთ. ასე რომ შემდეგი კვირიდან უკვე ბრიტანეთს ვიწყებთ ახალ მარათონს და მოვყვებით მერე საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და ყველას ჩვენ დავეხმარებით. ამიტომ სიკეთე გადამდებია და მთავარია მონდომება. მინდა ერთი გადახვევა გავაკეთო და შემდეგ ისევ იმედის თემას გავაგრძელებ. მინდა შემოგთავაზოთ ერთი ვიდეო. ევროპა რომ კრიზისშია და საქართველოს ეკონომიკური ზრდა აქვს, ეს ხომ ვიცით ახლა ყველა, ხო? და ახლა მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, როგორ მიმდინარეობს საფეხბურთო ჩემპიონატი, თასია, საქართველოს თასი, აღმავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, ძვირფასო მეგობრებო, ეს ხონში ხდება, ვნახოთ. მიმართავ სპორტის სამინისტროს, მიმართავ ფედერაციას, 300 მილიონია ფეხბურთის ბიუჯეტი. კაი სტადიონს არ აკეთებთ გასაგებია, მაგრამ ამ გვერდით მსაჯ ბოტები მაინც უყიდეთ, ამ ხელა გუბეშიო დააჭყაპუნებს. აქ პენალტი რომ დანიშნო, ფეხბურთელმა ჯერ უნდა ამოყვინთოს და მერე დაარტყას და მეკარეს ანალოგიურად ჯერ უნდა ამოყვინთოს და მერე უნდა გადახდეს. ერთი სიტყვით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი სპორტის სახეობა გავაერთიანეთ, წყალფეხბურთი. ფიგურული ცურაობის შემდეგ კიდევ ერთი ინოვაციური სპორტის სახეობას ჩაუყარეთ საფუძველი ძვირფასო მეგობრებო. ვიდეოში ვინც იხილეთ, ეს არის მარჯვენა მხრის მსაჯი, ხოლო მარცხენა მხრის მსაჯს მაშველები ეძებენ. ერთ-ერთ გარბენაზე მორევმა ჩაითრია და ახლა ვარზე ამოწმებენ რა ადგილას თანთქა წყალმა. ერთ-ერთ საფეხბურთო მატჩია ძვირფასო მეგობრებო, კარგით აღარ გვინდა დაუბრუნდეთ ისევ პროპაგანდისტულ არხს და გავაგრძელოთ ევროპული ქვეყნების მიმოხილვა. ეკონომიკური კრიზისიდან გადავინაცვლოთ მორალურ კრიზისზე. ვნახოთ მორიგი თავზარდამცემი ინფორმაცია ამჯერად უნგრეთიდან. ხალხო, უნგრეთში ეხლა ხან შეიცვალა ხელისუფლება და უკვე რა ხდება? ვნახოთ. საპარლამენტო იმედი ავრცელებს. საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანის მარცხის შემდეგ უნგრეთში LGBT თემატიკის ტელევიზიის შექმნა იგეგმება. არხს ტევე ცისარტყელა ერქმევა. უნდა გრძელდებოდეს და არხ ცისარტყელაზე საინფორმაციო გამოშვებას ორი ტიტველი კაცი წაიყვანს. რომლებსაც მაგიდაც კი არ დაფარავს. არხის გენერალური სპონსორია უნგრეთის მამაკაცების რძის კომბინატი. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ უნგრულ არხზე გადაცემებით შესაბამისი ექნებათ, ცეკვავენ ტრანსგენდერები, სტუმრად ნონასთან, პროექტის სქესის გამოცნობაზე ვინ არის და სერიალი მიხო და მიხო. აი ასე ძვირფასო მეგობრებო, ვიქტორ ორბანი აკავებდა თურმე ამ გეი პანდემიას უნგრეთში. წავიდა თუ არა ორბანი, ყველამ მოიშიშლა უკანალი და იფეთქა პანდემია. ეს კიდათ ხალხო. ჯერ სასწრელი მაუწყებლობა და მხოლოდ გეი ქორწილები გადის და მერე დაამატებენო თურმე სამ საშინელ გადაცემებსაც. ხედავთ, მადიარის გამარჯვების მერე როგორ წამებში გაიყო უნგრეთი. დააცადეთ ტელეკომპანია იმედს და ნახავთ ცოტა ხანში როგორ გაათხოვებენ საჯიშე უნგრელ კაცებს. საჯიშე უნგრეთის კაცებიც გამოგვეცალა ხალხო. ამიტომ ერთ მუშტად შევიკრათ. ერთადერთი საქართველო დავრჩით ამ ხელა ევროპაში გასათხოვარი კაცების კუნძული. ჩვენ ქართველი გასათხოვარი კაცები ასე მარტივად არ დავნებდებით და სწორედ ამიტომ ვერ მოგვერევიან.
ამიტომ ვერ მოგვერებია ძვირფასო მეგობრებო. მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი, იმედია გერმანიის ეკონომიკის და ვანოშოუს კრიზისი ერთად დაიძლევა და ჩვენ შოუს მუსიკალურად გააფორმეთ ბენდი თამუნა ლეკვეშვილის ხელმძღვანელობით მადლობთ. გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის ამთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.